გამარჯობათ მეგობრებო, დღეს გერთვებით საინტერესო ლაივით და საინტერესო ლოკაციიდან. დღეს მე ვიმყოფები ყველაზე სატაყვანებელ ერთ-ერთ სატაყვანებელ ადგილას ყაზბეგში გერგეტის მთა. გერგეტის მონასტერი. მთაზე ამოვედი. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ეს არის უნიკალური მონასტერი, უნიკალური ლოკაციით. რატომ? ხა ვინც ნამყოფია, მაგათ ეცოდინებათ, რა თქმა უნდა, ხო? თუ აქ რა ხდება და ხა მე აქ რო გადაგათვალიერებინოთ, ისედაც გასაგებია მე მგონი, ეს არის ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. ამინდი ხან თვა დიდიალური არ არის, მაგრამ ნუ ჩანს საკმაოდ ყველაფერი. ხო, აი ეს ჯვარი კიდე რაც ვნახე, ეს ჯვარი, ესე იგი ძველებური არის. დააკვირდით აი ქვემოთ რო აქ დიაგონალზე, ხო? აი ეს არის ძველებური, კიდე კაი რო შემორჩენილია, თანამედროვეებს ეს მოაშორეს და ტიტველა ჯვარია მხოლოდ. მაგას მნიშვნელობა აქ ხა პრინციპში რაღაც დოგმატიკებია, მაგრამ ხა მე რომ მკითხო ხა გინა ასე გინა ისე დიდი მნიშვნელობა მაგას არ აქვს. კარგით. ეხა მეგობრებო, მე ისი თქვა მინდა, ვინაიდან ამ სიმაღლეზე ამოვედით აქ, იმიტომ რომ ჩვენ ბავშვების სკოლიდან ექსკურსიით გადაწყვიტეს წამოსვლა და ჩვენს გარეგან, ასე ვთქვათ, ვინაიდან არ ქონდა ეს ადგილი ნანახი, ჩავთვალე საჭიროდ, რომ ადგილიდან გამეკეთებინა ეს ინფორმაცია. ესე იგი, ეს ჩვენ ვართ ყაზბეგში, იცით თქვენ, და ყაზბეგშივე არის მეორე ბეთლემი. პირველი ბეთლემი არის დასავლეთში, ანუ სამეგრელოში და მამი წამოდი აქ და ერთი ბეთლემი არის კიდევ აქ. ეს მე ჩემს ფილმებში კიდე მქონდა, როდესაც აღმოსავლეთი და დასავლეთში გადაკოპირებული იყო ტოპონიმები. და გეცამანია კიდე აქეთ რო არის აღმოსავლეთში, ეცოთია გავივლი ამ სახმაურია და იქით ცოტა დავაგრძელებ საუბარს. მოკლედ, ამიტომ გითხარით, რომ ამას დიდი მნიშვნელობები აქვს ტოპონიმებს, რომელიც შემორჩა კიდევ კარგი საქართველოში და ეხლა მე გაგიხსნით გერგეტის ტოპონიმს. ჩემო მეგობრებო, მოდი აქედან დავიწყოთ. ესე იგი, კახეთს თავიდან სანამ ეს კახეთი დაერქმეოდა, მას ჰქონდა სხვადასხვა სახელები. ეს ვინც ჩემ წიგნი აქვს წაკითხული, მაგათმა ეს კარგად იციან, ნუ ეხსოვებათ ყოველ შემთხვევაში. პირველი სახელი, რაც კახეთს ერქვა და ეს ჩემ მოგონილი არის, ეს არის წყაროები, ყველაფერი, რომელიც ადვილად მოიპოვება და ერქვა მას ჟალეთი. ჟალეთი, ანუ იგივე ბჟალეთი. პირველი ასო აკლია მას, წინ დაკოდილია ასო, ეს სიტყვა. და ბჟალეთი მეგრულად ნიშნავს მზიან ქვეყანას. მზიან ქვეყანას. ბჟა მეგრულად არის ნებისმიერ მეგრელს კითხეთ, იცით რომ ბჟა არის მზე. შემდეგ, აი თარიღებში ხა მეზე პირად ძალიან მიჭედები, იმიტომ რომ თუ დოკუმენტი არ მაქვს, ამიტომ არ ვასახელებ თარიღებს, დრო და პერიოდებს, თუ რა დროს შეიცვალა და რანაირად. შემდეგ დაერქვა მას ჩელეთი. ჩელეთი, შემოკარგებო, ესეც გახლავთ მეგრული სიტყვა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩელაია არის თეთრი. შემდეგ თუთარ ჩელას როცა ვამბობ ჩვენ მეგრელები, ესე იგი, როდესაც თვარეს ირგვლივ აქვს ბაკანი, ასე ვთქვათ, თეთრი ბაკანი, მაგას ეძახიათ თუთარ ჩელას, ანუ ნათელი თვარე. ამიტომ ჩელეთი დაერქვა მას, ვინაიდან ეს იყო ნათელი მხარე, მიწა, ადგილი.
ტერიტორია, ნათელი. გამომდინარე იქიდან ალბათ, რომ პირველად მას დაერქვა ჟალეთი, ანუ ბჟალეთი. მზიანი ადგილმდებარეობის გამო. შემდეგ იყო პერიოდი, რომ ერქვა მას გრემიც. უпроსტოდ დედაქალაქიც იყო გრემი. გრემი, მეგრი და გრ კომპლექსი საერთოდ ბევრ საერთოს გვაძლევ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ლექცია მქონდა მე ამას დადებული ვინც. და კიდევ არ ერთი ხო, შემდეგ იყო კახეთი, ყველაზე ბოლოს. კახეთი და კახეთის გახლავთ, შემოგარგებო, დიდი კოლხეთის ნაწარმოების სიტყვა ტოპონიმი, რომელიც დასავლეთში გვაქვს, აგრეთვე სოფელი კახათი, მერე აქეთ კულხეთი, კოლხი და ასე შემდეგ და კახეთიც არის იგივე კოლხეთის ნაწარმოები, ისე როგორც კახათი, სოფელი არის ჩვენ სამეგრელოში. და მოვედით ახლა აგერ გერგეთამდე. გერგეთი, იმერეთი და ასე შემდეგ, თი რაც არის შემოგარგებო, ეს არის ბოლო სართი და ის ნიშნავს წილს მეგრულად. ანუ მეგრელები როცა ვიყო ჩქიმთი, სკანთი, სხვაშთი, ჩემი თილი, ჩემი წილი, შენი წილი და სხვისი წილი, ანუ თი არის თია, არის წილი. გერგეთი. ეხლა დავიღოთ მთლიანი სიტყვა, უпроსტოდ ძირი სიტყვისა. გამოსაძიებელი, რაც არის გერგე. რას ნიშნავს გერგე, შემოგარგებო. მოკლედ, კიდევ ამბობ, ვისაც ჩემი წიგნი აქვს წაკითხული და ვისაც სახშია, ან გადაშალეთ და წაიკითხეთ გელზე მაქვს იქ გვარიანი ნაშრომი ჩადებული, სათაური ვერ ვიხსენებ. მგლის არ მახსოვს სათაური როგორ არის. გელის ახატია იქვე და მე როგორ არის ეს დაკავშირებული, ესე იგი ჩეჩნებთან, ადიღეელებთან, ყაბარდოელებთან და კოლხებთან და საერთოდ ყველაფერი. ანუ მგელი იყო შემოკარგებო ჩვენი ტოპონიმი, ბოდიში ტოპონიმი კი არა, ღვთაება იყო. ერთი პერიოდი ძალიან ძველად ქრისტემდე ვამბობ ამას და გელზე მე იქ მაგ ისეთი ინფორმაცია კიდე ჩადებული თუ ოჯახურად თუ რანაირად ცხოვრობისი, რანაირი ცხოვრობის სტილი აქვს ადამიანებზე უკეთესი და ასე შემდეგ ყველაფერი დეტალებში მქონდა მე იქ დაწერილი. გერი პირველი 300 სიტყვა. გერი მეგრულად ნიშნავს შემოკარგებო მგელს. ხოლო გერგე არის მგელზე უფრო მგელი. მეგრულად. რატომ იცით, როდესაც მეგრელს ეკითხება, როგორ ახარ? ესე მგელივითო გამიგე? გერგუზი სიტყვა რასაც ნიშნავს, ეხლა ზოგიერთი ხან სპარსულს მიიღებს მას. გერგუზი სიტყვა, ხო? და გერგეზი ნიშნავს გელზე უფრო მგელს. ანუ უფრო ძლიერი. ეს ეკლესია, ბოდიში მონასტერის გახლავთ სწორედ იმ ძველთაძველი ტოპონიმიდან კი არა, სახელწოდებიდან და ღვთაებიდან აღებული და დაშტამპული ამ ტოპონიმით, ამ სახელწოდებით ეს მონასტერი. რატომ ხდებოდა ასე? გეტყვით ახლა სვეტიცხოველში კიდე ვინც არის ნამყოფი შემოგარგებო, სვეტიცხოვლის ძირითად შესასვლელში კარიბჭეში არის ორი ხარის თავი. შესასვლელში, ხო? რატომ მოხდა ახლა ეს ნახეთ როგორ არის? იმიტომ რომ ძველი და ახალი გაერთიანეს ცნობიერება, ფილოსოფია, რელიგია მაშინ სიტყვა არ იყო, მაგრამ საერთოდ ყველაფერი გამიგეთ, იმიტომ რომ სვეტიცხოველი აქითამებშია საუკუნეებში ასენებული და ხარი კიდე იყო ქრისტემდე გვარიანი საუკუნეებით უკან, ისიც იყო ღვთაება, ისე როგორც მგელი ერთ დროს. გამიგეთ? და დღევანდელი ეკლესია და მონასტერი არ დაუკარგეს მას ძველი, ასე ვთქვათ, რაც ჰქონდა და ხარის თავები არის გამოტვიფრული, ესე იგი, სვეტიცხოვლის თავარ ჭიშკარ შესასვლელში. ასე რომ შემოკარგებო, ეს არის გერგეთი, გელზე უფრო მგელი. ასე მოიფიქრეს იმ დროს, ვინც აქაურების მეგრულად საუბრობდნენ იმ დროს, მაშინ ჯერ კიდევ ქართული სალაპარაკო ენა არ იყო დაკანონებული. გესმით ახლა მე რა ძველ ამბავს გეუბნებით?
გერგეც არის მეგრული სიტყვა, როგორც კი მგელზე უფრო მგელი და თის არის წილი. თი არის წილი მეგრულად. ამის კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთი არის იმისა, როდესაც დღესაც კი არის შემორჩენილი გვარის სამეგრელოში გერგე და ვა. და ვა არის ორივე ბოლოს ართი მიმატებულები მერე ბოლოს. ძირი სიტყვისა არის გერგე. იმ გვარი ასე ვთქვათ გერგე და ვასი კიდე და ამისი კიდე ძირი სიტყვისა არის გერგე. აი ესე შემოგარგება. თუ მოგეწონათ ახლა ეს ინფორმაცია, დალაიქეთ, ან კიდევ დაწერეთ რამე კომენტარი. და აქედან დაგლოცოთ ღმერთმა, როგორც ჯოლად იტყოდნენ, ახლოს ავართო მთაზე რო ვარ და ახლოს ავართო ღმერთთან და დალოცულიყავით მთელი საქართველო, გაერთიანებულიყავით, ოღონდ ჯერ აქ. მერე აქ. და მერე ყველაფერი კარგად იქნება. აბა, კარგად, როგორც გითხარით, თუ ვინმეს მოგეწონათ ეს ინფორმაცია, დაწერეთ თქვენეული კომენტარები. ბედნიერად იყავით. ხვალ ვერა და ზეგიდან დავიწყებთ ისევ სერიოზული ინფორმაციებზე საუბარს და სენსაციებზეც. აბა, კარგად, მომავალ შეხვედრამდე.